ის პოლიტიკა. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98 და 5-ზე. ჩვენ ვიმყოფებით რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიაში და ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მესამე სეზონს. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი გადაცემა მიგვეწყნა განათლების საკითხებისთვის, განათლების რეფორმისთვის, იმიტომ რომ ეს გახდა ერთ-ერთი უკვე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ალბათ ყველაზე ხმაურიანი და ესეთი მასშტაბური თემა, რომელიც საზოგადოებრივ სამსჯავროზე ვერ ვიტყვი რომ გამოვიდა, უფრო დაიძრა და უკვე გამოიწვია ერთგვარი რეზონანსი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გარკვეული დეტალებით ცნობილი, მაგრამ ჩვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, მისი ინტერვიუები, მისი თქვათ პრეზენტაცია, სადაც მან ესე ვთქვათ აქცენტი გააკეთა 3 დღის წინ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რატო მნიშვნელოვანია ეს რეფორმა, ესე ვთქვათ, დაიწყოს და მან ილაპარაკა, რომ განათლების სისტემაში არსებობს 7 ძირითადი გამოწვევა და საჭირო არის ეს თქვა დიდი სრულმასშტაბიანი რეფორმა იმისათვის რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ თანამედროვე გამოწვევებს. მან გამოწვევებად დაასახელა ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია, აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა, უსისტემო საკადრო პოლიტიკა, სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. გაუმართავი დაფინანსების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა. დღეს ჩვენი სტუმარია სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ირაკლი ნატროშვილი, პრაქტიკის მქონე ექიმი, რომელსაც კლინიკაში ხელმძღვანელობს მთელ რიგ მიმართულებას და მასთან ერთად შევეცდებით ვილაპარაკოთ განათლების საკითხზე მთლიანობაში, უმაღლესი სასწავლებლების სპეციფიკაზე და სხვა რექტორების ესე ვთქვათ გასაჭირზე და რა თქმა უნდა სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციფიკაზე, რა ვიცით ამ დროისთვის, რა არ ვიცით და რა არის მოსალოდნელი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი რეფორმის სახელით ხა არაერთი გამგზმენია გასული 20 შეიძლება 30 წლის განმავლობაში, მაგრამ სადვართ დღეს ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც იკვეთება მნიშვნელოვანია და საინტერესო იქნება, რომ აწი დაიწყება ერთგვარი კონსულტაციების პროცესი, ჩართულობა, რას გულისხმობს, როგორც წარიმართება პროცესი, იმიტომ რომ ნებათახელოაც თავისთავად ამ დროს იწყება ადამიანები უკვე გამოთქვამენ შიშს, ზოგი პირდაპირ უკვე ჩამოყალიბებული პოზიციით გამოდის, რომ ეს ყველაფერი აპრიორი ცუდია. აი ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად აი ეს ტემპერატურა, ეს დაპირისპირების ტემპერატურა, რომელთაც უკვე ყველა საკითხია ხოლმე, ხო, გაჟღენთილი. ნებისმიერი საკითხი პრაქტიკულად გადასული არის ხოლმე პოლიტიკური და პარტიული დაპირისპირების ჭრილში და იმ თავის არსს კარგავს, ხო? ანუ პირველ რიგში ადამიანებს აინტერესებს, ვინ საით მხარეს არის, ვინ ვისე ემხრობა. შემდეგ ეს მხარეები აპრიორი არის გამოყვანილი ანტაგონისტურად და საკითხის არსი იკარგება. აი ჩვენ შევეცდებით რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური მდგენელი მოვაშოროთ და კონცენტრირდეთ საკუთრივ შინაარსზე. ამიტომ შეიძლება საკუთრივ რეფორმის ბევრი დეტალი ჩვენ არ ვიცოდეთ და შეიძლება ისეც არის დაგეგმილი რომ პროცესში უნდა გამოიკვეთოს. მაგრამ ამიტომ გვინდა რომ პირველ რიგში ვილაპარაკოთ აი ამ განათლებაზე. ბატონო ირაკლი, აი პირველი კითხვა მინდა ესეთი დაგისვათ, რომ საერთოდ რო არ ეხსენებინა პრემიერს, თქვათ ეს რაღაც განათლების რეფორმის საჭიროება. თქვენი შეფასებით, თქვენი თქვათ კოლეგების მოსაზრებით, იმიტომ რომ მათთანაც გაქვთ ხო კომუნიკაცია, როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში ამ განათლების სისტემას და რა საჭიროებებს ხედავთ თქვენ? პირველ რიგში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რეფორმა მომწიფებული იყო აშკარად. და ჩემი აზრით ძალიან დროული და საჭირო არის ამ რეფორმის ჩატარება და ეს მართლაც ფუნდამენტური რეფორმა იქნება, იმიტომ რომ ეს საკითხები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი წლების განმავლობაში იყო ხელშეუხებელი და არ განხორციელებულა არანაირი ცვლილებები ამ მიმართულებით. ამიტომ მე მგონია, რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია, მომწიფებულია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ წარმატებულიც იქნება.
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზუსტად ფუნდამენტური, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ საკითხებზე არავინ დიდი ხანია ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. თვითონ განათლებას აი იმ საკითხებიდან, რომელსაც პრემიერმა გაუსვა ხაზი და იმ გამოწვევებიდან, რომელიც მან აღნიშნა, ძნელია თქვა, რომ რომელიმე არ არის და არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რომელიც ჩვენთან არის. აბსოლუტურად ყველა ის საკითხი, რომელზეც პრემიერმა აქცენტები გააკეთა, მართლაც ძალიან მწვავედ დგას დღის წესრიგში. აი თუნდაც რომ ვისაუბროთ მაგალითად ბაზრის კვლევის აუცილებლობაზე და იმის მიხედვით სპეციალისტების მომზადებაზე. მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, ძნელია არ დაეთანხმო და რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭიროა ბაზრის კვლევა და იმის მიხედვით მოხდეს უკვე იმ სპეციალობების პრიორიტეტიზაცია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა რომელიც სახელმწიფო სჭირდება და იმ სპეციალისტების მომზადება. გახსოვთ თქვენ საქართველოში ტრადიციულად ესე იყო, რომ ეგრეთ წოდებული უკაცრავად ამ სიტყვისთვის და მოდური იყო სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლება და სხვადასხვა სპეციალობების დაუფლება და განათლების მიღება. ნუ თავის დროზე ხა მე როდესაც სტუდენტი ვიყავი და მანამდე ჩემ სტუდენტობამდეც სამედიცინო ითვლებოდა ყველაზე მოდურ პროფესიად. მე აღმოჩნდა, რომ ამან გამოიწვია სიჭარბე ექიმების ბაზარზე და ბევრი ექიმი აღმოჩნდა, რომ აღარ მუშაობდა იმ სპეციალობით, რომელსაც ის დაეუფლა და რომლის სწავლებაშიც მაშინ სახელმწიფომ ფული გადაიხადა. და დღესაც იხდის თანხას სახელმწიფო, ხო? არსებობს გრანტი, სასწავლო გრანტი, რომელსაც იხდის სახელმწიფო, აფინანსებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული სწორად იყოს დახარჯული, რაციონალურად იყოს დახარჯული და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ყველა ადამიანის პოტენციალი. ხა გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება, მაგრამ შეიძლება ადამიანს საერთოდ არ უნდა დაუშვათ ექიმობა და რაღაცა მიზეზების. მე მოდური გახდა ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი და ახლა უკვე იმდენი ბიზნეს ადმინისტრატორი და მენეჯერი ყავს, რომ შეიძლება მაგდენი ქვეყანას არ ჭირდება და სხვა სპეციალობები უფრო აქტუალურია. ამიტომ ბაზრის კვლევა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გამოიკვეთოს ის დეფიციტური პროფესიები, რომელიც ქვეყანაში არის და იმის მიხედვით უნდა დაალაგდეს უკვე უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები. დაფინანსებაზეა მიბმული ყველაფერი, ხო? როდესაც დაფინანსებული იქნება, ვთქვათ, მეტად ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად ის დეფიციტიც აღმოიფხვრება, რომელიც ქვეყანაში არის. ხომ არ გულისხმობს ეს, ხო არ მივიღებ ჩვენ ზედმეტ ჩარევას. ანუ ჩვენ რეალურად გვესმის, რომ მაინც მოდივართ ნახევარი მოსახლეობის მაინც არის საბჭოთა პერიოდში ვართ დაბადებული და იქიდან მოვდივართ და ეს მეხსიერება იმ საბჭოთა სისტემის მანკიერი მხარეებისას, როცა ყველაფერი გეგმიური იყო, ეკონომიკაც გეგმიური იყო, მათ შორის ეს რომელიც სასწავლებელი რა სასწავლის, რა პროფილის არის, რამდენი ადამიანი და მიიღოს და მაგრამ ამ გეგმიურ მიდგომას, რომელიც ქაღალდზე შეიძლება ძალიან გამართული იყოს, ჩვენ გვახსოვს, რომ უამრავი მანკიერი მხარე გამოება შემდეგ, იმიტომ რომ თუ რაღაცა შეზღუდულია და კონკურენცია მაღალია, იმიტომ რომ თქვენ მე მგონი ძალიან მართებული სიტყვა იხმარეთ მოდა, რაღაცა ხდება მოდური. ნუ ძალიან ისეთი შორს მიმავალი სოციალური ფაქტორების გამო, ხო? მოთხოვნა შემდეგ არის მეტი. მოთხოვნა მეტია, იზრდება რაღაც სხვა მანკიერი პრაქტიკების რისკი, რომ იქ ვიღაცას მიიღებენ, ვიღაცას არ მიიღებენ და ასე შემდეგ. ჩვენ როცა იყო მე საბჭოთა კავშირი დაინგრა, იყო 90-იანი წლები, პოსტსაბჭოთა ინერცია გაგრძელდა, მე სტუდენტი ვიყავი მაშინ და მახსოვს კარგად, ხო, მაშინდელი უმაღლესი სასწავლებლები, რომელიც იყო მთლიანად ინერციული და თანდათანობით შემდგომ შემოდის უკვე ეს კერძო სექტორი, ესე ვთქვათ, ხო, კერძო სასწავლებლები, იმიტომ რომ ვთქვათ რა სადღაც გაჩნდა უკვე დამოუკიდებელი კუნძულები, რომ ამ პრაქტიკისგან ერთგვარად მოწყვეტით და თუმცა ის იყო ფასიანი და ის რაღაცას პირადად ანუ უფრო სხვანაირად აძლევდა ამ კვალიფიკაციას. მე მაშინაც მახსოვს და ალბათ დღემდე გამომყვა ეს შთაბეჭდილება, რომ თავარი, იმიტომ რომ ქვეყანაც ამ მდგომარეობაში იყო, ეს იყო ჩემი აზრით ეს არის წყვეტა, ანუ განათლების ბაზარსა და მერე დასაქმების ბაზარს შორის. ანუ ადამიანები ისე აბარებენ, შეიძლება დღესაც ესე ახლა მე არ მაქვს დღეს სტუდენტებთან შეხება და რომ
საერთოდ ფიქრობენ იმაზე, რომ შენ რა განათლებას რო იღებ მართლა საჭიროებაზე დაყნობით აკეთებ შენ პირად ინტერესებზე თუ მართლა მოდის გამო თუ რა უფრო გამოგადგებ, ანუ რის მიხედვით იღებს დღეს მშობელი ან სტუდენტი გადაწყვეტილებას, სად უნდა ისწავლოს ბავშვმა. ეს არის წყვეტა, ხო რა ეს აღარ არის საბჭოთა ქვეყანა, სადაც ყველაფერი ასევე დასაქმებაც გეგმიურად მოდიოდა და შეიძლება ფიზიკა, ბირთვულ ფიზიკაზე გესწავლდა, მე დიდი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყავი და სადღაც გაგანაწილებდნენ და გამუშავებდნენ. ხო დღეს უკვე სხვანაირად არის ჩვენ წარმოვადგენთ კაპიტალისტურ ქვეყანას უკვე. აი ამგვარი თავისუფალი ეკონომიკის მქონეს და ვერაფერს ვეღარ აიძულებ. ანუ აი აქ ჩვენ გვაქვს საბჭოთა წარსული, ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკაც და თქვენი აზრით, ანუ რა არის მნიშვნელოვანი თუ კი მაინც ვლაპარაკობთ რომ აღმოჩნდა ცხოვრებაში რომ მეტი კვლევა საჭირო, მეტი ბმაშრომით ბაზართან. როგორ შეიძლება ამის ისეთი რეგულირება, რომ იგივე აი სამედიცინო უნივერსიტეტის პრაქტიკიდან რო ავიღოთ, რომელიც მე ხშირად მსმენია და გამიგია, რომ იმაზე მეტი ექიმი გვყავს სიტყვაზე, რაც ბაზარ შეიძლება ჭირდებოდეს, მაგრამ საშინელი დეფიციტი გვაქვს სიტყვაზე ექთნების. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თუ ეს ვიდასტურებთ, რომ ნამდვილად ესეა, წარმოიდგინეთ, რომ იგივე სიტუაცია იყოს სხვა დარგებშიც. ანუ ერთის მხრივ აი ამ სიმრუდის აღმოფხვრა და მეორეს მხრივ ისე რომ ჩვენ რაღაცა საბჭოთა პერიოდში არ დაუბრუნდეთ, არ ის არ გავაცოცხლოთ ის სისტემა, როგორ გესახებათ? მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ დაგეგმვაში ცუდი არაფერი არა. საბჭოთა კავშირის დროს არ იყო კარგად დაგეგმილი, სწორად არ იყო დაგეგმილი. და ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემების გაჩენა და ამან გამოიწვია იმ ქვეყნის რღვევა საბოლოოდ ეკონომიკის გაუმართავობის გამო და ეკონომიკური პრობლემების გამო და ეკონომიური პრობლემების გამო და ხალხს გაუჩნდა უკმაყოფილება და ამან გამოიწვია ქვეყნის რღვევა. დაგეგმვაში ცუდი არაფერი არა, თუ სწორად არის ეს ყველაფერი დაგეგმილი. მე ესე ვხედავ ამ საკითხს, რომ მაგალითად ქვეყანამ განსაზღვრა, რომ წელიწადში ჭირდება რაღაცა რაოდენობა ექიმებისა. თუ სამედიცინო განათლებაზე ვსაუბრობთ, ხო? ან ინჟინრების, ან ეკონომისტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სახელმწიფო დააფინანსებს იმდენი ადამიანის განათლებას, რამდენიც მას ჭირდება. მაგრამ არავინ არ ზღუდავს, თქვათ, თუ უნდა დამატებით ვიღაცას კიდე და ვერ მოხვდა ამ კვოტაში. ხო? კონკურენტულ გარემოში გამოცდების ჯაბარების დროს ვერ მოხვდა ამ კვოტაში, კი ბატონო მიიღოს იგივე სამედიცინო განათლება, უნდა გადაიხადოს ამაში ფული. არ არის პრობლემა. არავინ არ ზღუდავს. საბჭოთა კავშირის დროს ეს შეუძლებელია. საბჭოთა კავშირის დროს ეგ არ ხდებოდა. ამიტომ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა არის, აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა არის, არავინ არ ზღუდავს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ კაპიტალისტური ქვეყანა ვართ, ამიტომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. სახელმწიფო ამბობს, რომ მე მჭირდება აი ამ დარგის ამდენი სპეციალისტი და მე ამდენს დავაფინანსებ. ვინც მოხვდება ამ კონკურენციაში, გაიმარჯვებს, ვთქვათ, ეროვნული გამოცდებით თუ სხვა კონკურსებით, კი ბატონო. ვინც ვერ გაიმარჯვებს და მაინც უნდა ამ სპეციალობით განათლების მიღება, კი ბატონო, ბაზარია და გადაიხადე თანხა და მოხვდი ამ სპეციალობას. ან ჩააბარე მეორე წელს, რაც არის. ხო, ნუ ან მეორე წელს ჩააბარე, ან ეს პრაქტიკა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იყო. კი, როგორ არის. უნდა ხოლმე რომ რომც ვერ ხვდებოდა, მაინც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო, რომელიც სამედიცინოზე 7 და 9 წლის განმავლობაში აბარებდა. იყვნენ ესეთი ადამიანები. და სხვათა შორის ბევრი მათგანი კარგი ექიმიც გამოვიდა. მე მყავს ესეთი ნაცნობები, რომლებიც წლების განმავლობაში აბარებდნენ და კარგი ექიმებიც დადგნენ მე მომავალში. ამიტომ კონკურენცია სახელმწიფო გეგმავს სწორად უნდა დაგეგმოს და სწორად დაგეგმავს იმ სპეციალისტების რაოდენობას, რომელიც მას სჭირდება. მაგალითად, რამდენი ინჟინერი სჭირდება, რამდენი ეკონომისტი სჭირდება, რამდენი ექიმი სჭირდება. იგივე თქვა პოსტდიპლომური რთული დასათვლელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სტატისტიკა ჩვენ ვიცით წლიური, ესე ვთქვათ, მიმოქცევა თუ შეიძლება ითქვას, ხო, რაღაც დატვირთულობა პაციენტი რამდენია. ასაკობრივი ზღარ უამრავი გაზომვადი პარამეტრი არსებობს ხო და რთული არის კიდე აბსოლუტური სიზუსტეც არ არის საჭირო მიახლოებით შეიძლება იმის დათვლა ხო რამდენი გასათვალისწინებელი კიდე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იმიტომ რომ მარტო რაოდენობაზე პაციენტების რაოდენობაზე გათვალისწინება ვერ გააკეთებ მაგალითად ესე რომ დათვალო მაგალითად ისეთ რეგიონებში სადაც უფრო ნაკლებად არის ხალხი დასახლებული მაგრამ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოთ ამ ადამიანებისთვის, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში,
ესე მარტო სტატისტიკურად პაციენტის რაოდენობაზე გადათვლით ვერ გააკეთებ გათვლას. ეგეც გასათვალისწინებელია. ყველაფერი დათვლადია აბსოლუტურად და მე დარწმუნებულია, რომ ეს სწორადაც დაითვლება და უკვე მაგის მიხედვით უკვე დაიგეგმება, ვთქვათ, რომელი სპეციალობის რამდენი ადამიანი გვჭირდება, რომ მუდმივად ეს სპეციალობა არ იყოს დეფიციტური ქვეყანაში. იგივე მაგალითად, იგივე უნდა შეეხოს პოსტდიპლომურ განათლებასაც და მე დარწმუნებულია, რომ ამასაც შეეხება, იმიტომ რომ პოსტდიპლომურ, მედიცინა ორი ნაწილისგან შედგება, სამედიცინო განათლება ორი ნაწილისგან შედგება, დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი. დიპლომის შემდგომი განათლება, რეზიდენტურა იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომელი სპეციალობებით გვჭირდება რეზიდენტურა, რამდენი ადამიანის შესაძლებლობა უნდა იყოს რეზიდენტურაში მოხვედრის, თქვათ, ფსიქიატრიაში, თერაპიაში, ქირურგიაში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დეფიციტი არ შეიქმნას ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ექნების დეფიციტი არის, ხა ეს საიდუმლო არ არის და ვიცით, რომ ექნების დეფიციტია ქვეყანაში, აქაც კომპლექსური მიდგომა არის საჭირო და ვფიქრობ, რომ ესეც განხორციელდება და იმედი მაქვს განხორციელდება ამ რეფორმის ფარგლებში. ეხლა მინდა ორ საკითხზე გადავიდე, რომ ჩვენ ვლაპარაკობდით ეთერამდე, რომ ბევრი დეტალი შეიძლება ამ რეფორმის არ ვიცოდეთ და თან მით უმეტეს ბევრი მიმართულების სპეციალობა და სპეციფიკა არსებობს, ხო, ყველას თავის მართლა სპეციფიკა აქვს და შეიძლება სადაც ერთი კრიტერიუმი მუშაობდეს, მეორეგან სხვა ადაპტაცია იყოს საჭირო. მით უმეტეს ეხლა სამედიცინო პროფილიც ძალიან სპეციფიურია, სხვა ტიპის განათლების საფეხურებია და ასე შემდეგ. რომ დავანებოთ, თქვათ, რომ მე როგორც შტაბ-ეჭდილება მართლა დამრჩა გულწრფელად, რომ ბევრი რაღაცა არსებობს, რაღაცა მონახაზის დონეზე, ძირითადი პრინციპები, თუმცა და ის მზაობა გამოთქმულიც იყო, რაღაცა დეტალები და საბოლოო ჯამში ეს რეფორმა ყოვლის მომცველი რა ფორმას მიიღებს, ეს უკვე ამ კომუნიკაციის თუ ბევრი დისკუსიის და მსჯელობის შედეგად უნდა განისაზღვროს და რასთავარია ჩართულობით. თქვენ ეხლა სიტყვაზე ეხლა რომ პრემიერთან იყოს შეხვედრა, ხო, თქვენი შტაბ-ეჭდილება რომ თქვათ რაღაცა დაგროვდა პრობლემები, მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ქვეყანა მოცული არის რაღაცა პოლიტიკური უკვე აბსოლუტურად შეურაცხყოფის დონეზე ასული საკითხებით და ვიღაცას როგორც იქნა დამთავრდა ეს ფაზა და ეხლა გავახსენდა რომ საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი და იწყება ეს პროცესი. ასე ვქო განათლების რეფორმა. თქვენი სურვილი რა იქნებოდა, თქვათ რა სიტყოდით, რომ აი მნიშვნელოვანია ან აქცენტის გაკეთება ამაზე პრიორიტეტი რაღაცის, ან რაღაც კონკრეტული რაც სასურველია არ გამოგვრჩეს და ასე შემდეგ. აი წმინდა სურვილების დონეზე რო ველაპარაკ. თუ სამედიცინო განათლებაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მოდით მე არ გადავალ სხვა სპეციალობებზე, იმიტომ რომ სამედიცინო განათლებაში რა პრობლემებიც არის, ეს პირველ რიგში ის არის რაც მე უკვე გითხარით, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ აღმოიფხვრას ის დეფიციტური პროფესიები, რომლებიც დღეს გვაქვს და მართლაც არის ქვეყანაში დეფიციტური პროფესიები, შექმნილი სამედიცინო დეფიციტური პროფესიები, რომელიც უნდა აღმოიფხვრას აუცილებლად დაწყებული ექთნებიდან და დამთავრებული ექიმებით, სხვადასხვა საექიმო სპეციალობებით, რომელშიც აღმოჩნდა, რომ გვაქვს დეფიციტი, იმიტომ რომ როგორ არიცით, აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ლიცენზია სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობაში, მაგრამ რეალურად თქვათ მუშაობდეს ერთ-ერთ მათგანში. კი აქვს თქვათ 4-5 ლიცენზია, ზოგ შეიძლება მეტიც კიდე, მაგრამ მუშაობს ერთი რომელიმე მიმართულებით. აი და ლიცენზირებული ადამიანების სტატისტიკა რო გააკეთო, ამ დარგში თითქოს არ არის დეფიციტი. იმიტომ რომ ლიცენზია გაცემულია და აქვს ლიცენზია. თითქმის რამდენია ლიცენზირებული, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება პრაქტიკაში გვაქვს დეფიციტი. ამიტომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი, რომ მაქსიმალურად მოხდეს მოცვა იმ სპეციალობების, იმ დეფიციტური პროფესიების, რომელიც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი საკითხი და მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის მიგრაციასთან ბრძოლა და მაქსიმალურად შემცირება იმ ადამიანების რაოდენობისა, იმ ახალგაზრდების რაოდენობისა, რომლებიც ცდილობენ, რომ წავიდნენ ქვეყნიდან და გააგრძელონ მუშაობა სხვა ქვეყანაში. ამისთვისაც კი არ უნდა შეიზღუდოს ფიზიკურად ეს შესაძლებლობა და არ შეიზღუდება ფიზიკურად. უბრალოდ აქ უნდა შეიქმნას მათთვის ისეთი პირობები, რომ მათ აღარ მოუნდათ წასვლა ქვეყნიდან და ჩვენი რესურსი დარჩეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ ყველა დეფიციტური თუ საჭირო პროფესიებით და ახალგაზრდებით და მერე უკვე
შესაძლებელია სხვა ქვეყანაზე. სხვათა შორის მიგრაციის მე ერთხელ მახსოვს კამათი მომივიდა და არსებობს ეგეთი პოპულისტური, ასევე პოლიტიკური ნაწილიდან შეხედულება, რომელსაც გამოთქვამენ ხოლმე, რომ აი ქვეყანა ყოფება აპოკალიფსში, აბსოლუტურად გაღატაკებულია და ამიტომ ხალხი გარბის. და ერთხელ გამოვთქვი, რა თქმა უნდა, მას საშინელი თავდასხმა მივიღე, მაგრამ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს არ არის მხოლოდ მიზეზი რა, ვიღაც შეიძლება გაჭირვების გამო გარბის და ესეც იყო და გვახსოვს, მაგრამ ეს თანათანობით იცვლება ტრენდი. გარბის იმიტომაც შეიძლება ვიღაცას პარადოქსულად მოეჩვენოს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ბევრი რაღაცა უმჯობესდება, ეს ერთ-ერთი მიზეზი იმ გაგებით შეიძლება იყოს, რომ აქ მიღებული განათლებით, ცოდნით, უნარით და ჩვევებით ადამიანი ხდება უფრო მაღალ კონკურენტ უნარიანი, უბრალოდ ქვეყანა კონკურენციაში, როგორც ქვეყანა თუ შევა, ინდივიდის დონეზე იმას შეუძლია კონკურენცია სხვა ქვეყნის მაცხოვრებელს გაუწიოს და წავიდეს და იქ მიიღოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო და დღეს ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას სხვა განვითარებულ ქვეყანას და ამიტომაც ის უკეთესისთვის მიდის. იმიტომ კი არა, რომ აქ საშველი არა აქვს. რაც ბუნებრივი ადამიანური ფაქტორია, ხო, мотиваტორია იმისი, რომ შენ რაღაც თუ საშუალება გაქვს რომ მეტი კონდეს, შეიძლება წახვიდე ვიღაცას, მე სამაგეროდ სხვა ფაქტორია ის უმას უცხოეთი ქვია, ამას სამშობლო ქვია, ხო? ამიტომ ეს ძალიან რთული არის, როგორ შეიძლება ეს ხო არის საბჭოთა კავშირი, სადაც ხე სტალინის პასპორტებს არ ურიგებდა გლეხებსთან გასვლა არ შეიძლება. არა, მაგაზე არც უნდა ვიფიქროთ. ხო, თავისუფალი მიმოქცევაა და შესაბამისად ბუნებრივ კონკურენციაში გიწევს უკვე შესვლა. მით უმეტეს რომ თქვით უკვე გეოგრაფიული ფაქტორი. არსებობდა მაშინ ესეთი პრაქტიკა, რომ შენ სადღაც რომ დაამთავრებდი სამედიცინო, სადაც უნდა გემუშავა. განაწილება რომ გააკეთო, აქაც ამ შემთხვევაში мотиваტორი კი უნდა იყოს არა ვალდებულება, რომ გინდა თუ არა რაღაც კატორღასავით უნდა მოიხადო, არამედ ის რომ ეს უნდა იყოს მიმზიდველი. მით უმეტეს დღევანდელი საქართველოს აღარ არის უკვე 30 წლის წინანდელი, ხო, მისაწვდომობა, ცივილიზაცია, ელემენტარული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად თანათაობით მოიცავს უკვე მთელ ქვეყანას და გადაადგილებას და ყველაფერი ძალიან ისეთია, მობილური გახდა ამ ხრივ ქვეყანა. მთელი ეს ფაქტორების აღმოფხვრა ალბათ აი ამ სფეროს გააჯანსაღებს. თუმცა აი თქვენ თუ გავთ თქვენი სტატისტიკა, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ კურსდამთავრებულები. ის სტუდენტები, ვინც განათლება აქ საქართველოში მიიღო. შემდეგ აი გადინება რამხელა არის და ამავე დროს უცხოელი სტუდენტები, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტები, რომლებიც ჩამოდიან, მათთვის რა არის ჩვენთან სწავლაში მიმზიდველი? მოდით მეორე ნაწილიდან დავიწყებ. უცხო საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოში მიმზიდველი არის პირველი, რომ ქვეყანაში არის 7 გარემო მათთვის საცხოვრებელი და მათ ხიფათი არ ემუქრებათ და ესე არის ნამდვილად და მათ თავისუფლად შეუძლიათ ნდობა აქვთ მაღალი ქვეყნის მიმართ, იმიტომ ჩამოდიან და სწავლობენ აქ და არანაირი პრობლემა მათ არ შექმნიათ. ერთი. მეორე არის რომ საკმაოდ მაღალი დონის განათლებას იღებენ და ჩვენი დიპლომები აღიარებულია აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში და მიღებული ამ განათლებით და შესაბამისად მიღებული დიპლომით შეუძლია სწავლა გააგრძელოს და მუშაობა გააგრძელოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების მერე და მესამე ეს არის სწავლის შედარებით დაბალი გადასახადი, რომელიც თქვათ ვერ შეედრება მაგალითად კემბრიჯის, ოქსფორდის ან ამერიკის ნებისმიერი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის უნივერსიტეტებში სწავლებას. აი ეს სამი ფაქტორი განაპირობებს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სტუდენტებისთვის მიმზიდველია, ჩამოდიან აქ და სწავლობენ ეუფლებიან სპეციალობას. ეხლა რაც შეეხება სტატისტიკას, გადინების, ზუსტი სტატისტიკა ამისი არა გვაქვს. უბრალოდ მე მინდა იმ საკითხს დავუბრუნდეთ, თქვენ ახსენეთ საბჭოთა კავშირის დროს იყო განაწილება. არც ეს იყო ცუდი პრაქტიკა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამ განაწილებით მიდიოდნენ სამუშაოდ, ისინი იღებდნენ იმდენად მაღალ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, რომ მე ძალიან კარგად აგრძელებდნენ მუშაობას იმ კლინიკებში, რომელიც მათთვის იყო სასურველი. აქაც შეიძლება გარკვეულწილად ამ პრაქტიკის გამოყენება. ანუ უყურეთ, დაუშვათ ვიცით, რომ რომელიღაცა რეგიონში ჩვენ გვაქვს რომელიმე სამედიცინო სპეციალობის დეფიციტი. ჩვენ შეგვიძლია უთხრათ სტუდენტს, რომ ჩვენ იქ დასაქმებას უზრუნველყოფთ. სახელმწიფო შენს დასაქმებას აი ამ რეგიონში, აი ამ სპეციალობით გარანტირებულად უზრუნველყოფს. რომელშიც გექნება რაღაცა დროის განმავლობაში. სახელმწიფო ხო ხარჯავს თანხას სამედიცინო განათლებაზე. თუ ეხლა საუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, სხვა განათლებაზეც ხარჯავს, რა თქმა უნდა, თანხას, მაგრამ ჩვენ საუბრობთ სამედიცინო განათლებაზე.
სახელმწიფო ხარჯავს თანხას სამედიცინო განათლებას, ხო? გადაიხადა თქვენ სამედიცინო განათლებაში თანხა. შესაბამისად, მას აქვს უფლება რომ გითხრას, რომ აი ეს თანხა ხო გადავიხადე, აი იქ თუ წახვალ აი ამ რეგიონში და იმუშავებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იქ გარანტირებულად დასაქმდები. ანუ უყურეთ ახალგაზრდისთვის ეს არის კარგი პერსპექტივა. უნივერსიტეტის დამთავრების მერე საქმდება ეგრევე, იწყებს მუშაობას, აქვს მშვენიერი შესაძლებლობა და აიმაღლოს თავისი პრაქტიკული ჩვევები და ამავე დროს ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ რეგიონში ან იმ ადგილზე, სადაც გვაქვს გარკვეული სპეციალობის დეფიციტი, ეს დეფიციტი შემცირდება და აღმოიფხვრება. ანუ ესეც აი ბევრი ასპექტია, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ამ კუთხით. დაახლოებით 10,000-მდე სტუდენტი იყავთ ხო თქვენ უნივერსიტეტში და სადღაც მესამედია საერთაშორისო. აი ამ პროპორციას თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ეს ხო არ არის გადატვირთული თუ თავისუფლად უმკლავდება უნივერსიტეტი თუ ინფრასტრუქტურა არ ყოფნით იმ პრობლემებში ესეც იყო ჩამოთვლილი, რომ უფრო ეს ყველაფერში პრაქტიკულად ყველა მიმართულება იყო მოცული, ხო? იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, გაფართოვდეს, ასე შემდეგ. ანუ თქვენი უნივერსიტეტის შემთხვევაში როგორი არის აი ეს სასურველი მოთხოვნილება, გაიზარდოს რიცხვი ადგილობრივის თუ საერთაშორისოს, თუ პირიქით ჯობია შემცირდეს და კერძოებში გადანაწილდეს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ესეც იყო ხო ნახსენები, რომ ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე ხო არ იმ დონეზე ისრუტავს რესურსს, რომ შეიძლება აღარ რჩებოდეს უკვე ადგილობრივს. ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაბამისად რა დაკვეთასაც მოგცემს სახელმწიფო, ის დაკვეთა უნდა შესრულდეს და იმას შევასრულებთ. სამედიცინო განათლება ძალიან სპეციფიურია, იმიტომ რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლებისთვის და საერთოდ სამედიცინო განათლებისთვის მნიშვნელოვანია კლინიკური ბაზების არსებობა. ამ ხრივ ჩვენი უნივერსიტეტი კარგად არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი რამოდენიმე კლინიკა, 2 სტომატოლოგიური კლინიკა, 3 კლინიკა, ერთი არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, არის მაღალი ტექნოლოგიების ინგოროყოს სახელობის კლინიკა და გვაქვს პედიატრიული კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატრიული საუნივერსიტეტო კლინიკა, პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა. შესაბამისად, კლინიკური ბაზები კარგად არის წარმოდგენილი, კარგად აქვს ჩვენს უნივერსიტეტში და კიდე სულ ზრუნავთ საუნივერსიტეტო კლინიკების გაფართოებაზე და ბაზების გაფართოებაზე. ნუ მაგალითად ეხლა ძალიან მალე გაიხსნება მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა, რომელიც დასრულებულია პრაქტიკულად ეხლა შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულებაზე მიდის მუშაობა და 2026 წლიდან ეს კლინიკა გაეშვება. ასევე, სადაც განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის დეპარტამენტები და შესაბამისად სტუდენტებიც იკივლიან დიპლომამდელ განათლებაში და დიპლომის შემდგომ განათლებაში. ასევე ვზრუნავთ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თუ გადაიხედე, ანუ დღეს უნივერსიტეტი იმ კვოტების ფარგლებში მუშაობს, რომელიც იყო დამტკიცებული. თუ გადაიხედება ეს კვოტები და უფრო სხვა მოთხოვნები დადგება, კი ბატონო, გადავხედოთ და იმ კვოტებს ეს ანუ თქვენ ამბობთ რომ კოტირებულია ეს კოტირებულია, რამდენი უნდა იყოს რა თქმა უნდა. იმაზე მეტ რიცხვს ვერ იღებთ. ვერც საერთაშორისოს, ვერც ადგილობრივ. რა თქმა უნდა, კოტირებული ყველა უნივერსიტეტისთვის განსაზღვრულია ეს კვოტები. შესაძლოა ეს კვოტები გადასახედია, ამას ამ რეფორმის ფარგლებში ვიმსჯელებთ, გადაწყდება ეს საკითხი და შესაბამისად იმ კვოტების მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას, რომელიც დამტკიცდება უკვე ამ რეფორმის ფარგლებში. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე და თქვენი სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ისეთი მეტი აჟიოტაჟი მოყვა ესეთ გახმიანებულ თემას, რასაც ქვია სასკოლო განათლების ხანგრძლივობა. ევროპაში ეს დიდწილად მე რაღაცები მოვიძიე და არის 12 ან 13 წლიანი. რომელს თავის ისტორიული წარსული გააჩნიას, როგორ მივიდა აქამდე. და 50-ან 60-ან წლებში სხვანაირად იყო, შემდეგ შეიცვალა განსაკუთრებით ბოლონიის პროცესის შემდეგ, როდესაც ხდება აი ამ პროცესის საფეხურებრივად დაყოფა უფრო ანგლოსაქსონურ პრაქტიკის გათვალისწინებით და შემდეგ ინტეგრაცია, ხო, რომ თავსებადი იყოს სხვადასხვა ქვეყნის სისტემები. კლაპარაკი იყო, იდეა გაჩნდა, რომ ხო არ დაუბრუნდეთ 11 წლიან განათლებაზე, ხო, 11 წლის შემდეგ ბავშვმა სკოლა დაამთავროს და იფიქროს უმაღლეს განათლებას. ანუ თქვენი
პრაქტიკიდან, შეხედულებიდან გამომდინარე ან სპეციფიკიდან გამომდინარე ეს პრობლემა იქნება, ეს თანხმედრაში მოვა თუ მაინც თქვენ გახსოვთ ეგეთი დროც 21 კლასს დაამთავრებდა ბავშვი ჩააბარებდა მე სამედიცინოში, ხო? რომელი უფრო უპრიანია, რომელი მიდგომა. ანუ უყურეთ, პრობლემა რატო გაჩნდა და რატო დაიწყო ამაზე საუბარი, იმიტომ რომ დღეს რეალურად მე-12 კლასში პრაქტიკულად არაფერი არ ხდება. ხო და რატო? ანუ არა აქვს მე-12 კლასს თავის სასწავლო პროგრამა, რაზე იხარჯება ეს მე-12 კლასი? ხო და მე არ ვიცი, ამიტომ სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია შემიძლია. თქვენთან რომ ბავშვი მოდის, რა ჯობია იყოს? ნუ აი 12 კლასს დამთავრებული იმ გაგებით კი არა რომ იქ რა ისწავლა ან რაში მოემზადა. ხო, მეც არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა ჯობია იდეაში? რა ასაკის ესე რო ვთქვა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამო სხვა შორის ევროპაში მაშინ ის ბოლონის პროცესი და მანამდე ამ სორბონის შეთანხმება გაკეთდა, იყო რომ ბევრი ფაქტორი იყო. ხო 18 წელი ნიშნავს ჯერ სრულწლოვანი ხდები, მე მუშაობა შეგიძლია, რომ დაამთავრე სკოლა თუ არ გინდა ჩაბარება, ახალ პირდაპირ მუშაობას დაიწყებ, ხო? რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იყო, რის გამოც მოხდა აი ამის ამ 12 წლიანზე აწევა. ხო და ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ შინაარსზე ვაკეთებთ აქცენტს, ხო? ანუ ადამიანმა თუ 11 წელში დაამთავრა ეს სკოლა პროგრამა და მე ერთი წელი არ ვიცით რა საკეთებს ქვია ამას მე-12 კლასი და ანუ ან ემზადება, არ ემზადება, ელოდება. მაგიტომ მაინტერესებს რომ სამედიცინო შემთხვევაში როგორ ჯობს? ნუ ეგ დამოკიდებულია რამდენად კარგად სწავლობს ბავშვი სკოლაში. მეც და ჩემმა თანატოლებმაც ყველამ 11 წლიანი განათლება მიიღეთ სკოლაში, მაშინ არ იყო 12 წელი. და რა ვიცი, ვთვლი რომ უფრო ან მანამდე 10 იყო კიდე საერთოდ. ნუ მე 11 წელი, მე მომიწია 11 წელმა, იმიტომ რომ მაშინ ეგრეთ წოდებული 0 კლასი იყო და მერე კიდე 10 კლასი იყო, რომელსაც უკვე 0-ის მერე განათლებას იღებდნენ, ანუ სულ ჯამში 11 წელი გამოვიდა და რა ვიცი, არც მე ვითვლებით უდექიმად და ბევრი ჩემი თანატოლი არის, რომელიც ასევე ძალიან კარგი ექიმები არიან და ამიტომ შესაბამისად ეგ დამოკიდებულია როგორ განათლებას მიიღებს ბავშვი სკოლაში. კი ბატონო. მე დარწმუნებული რო ყოფილიყო კარგად გაწერილი მე-12 კლასის პრობლემა, არ დადგებოდა ეს საკითხი, მაგრამ სწორედ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რეალურად მე-12 წელს ძირითადად დაკავებულები არიან მომზადებით და სკოლაში ანუ გამოცდებისთვის მომზადების პროცესით არიან დაკავებული ბავშვები და სკოლაში პრაქტიკულად ამ მიმართულებით ბევრი არაფერი არ ხდება და ბევრი მათგანი არც ადის სკოლაში, ალბათ არ ვიცი ხა. აქედან გამომდინარე დადგა ეს პრობლემა. მე მგონი აი ფაქტიდან გამომდინარე გამოვიდა ეს პრობლემა. ხო, თუმცა სამედიცინო სპეციალობისთვის სადაც მე მგონი ყველაზე უფრო ხანგრძლივია, ხო, ეს განათლების მიღების პროცესი. 6 წელია, 6 თუ ლაპარაკობთ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე, ანუ ეგ, იმიტომ რომ ჩვენ ხო სხვა რამოდენიმე პროგრამა გვაქვს, სტომატოლოგიის პროგრამა გვაქვს, ფარმაციის პროგრამა გვაქვს, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის პროგრამა. თუ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზეა საუბარი, 6 წელია დიპლომამდელი განათლება და მერე უკვე პოსტდიპლომური განათლება გააჩნია რა სპეციალობით მიდიხარ. წლები მაგაზია დამოკიდებული. ხანგრძლივობა. კარგით, რეფორმის საკითხს რო დაუბრუნდეთ, მსმენელს რომ უთხრათ და მაყურებელსაც, იმიტომ რომ ინტერნეტშიც გადაიცემა ეს ეთერი, როგორ რა ვიცით აქამდე, თქვა თქვენ როგორც სახელმწიფო სასწავლებლის ხელმძღვანელმა რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თქვა იქნება თემატური ჯგუფები, იქნება განხილვა, ჩართვა, ანუ ვიცით რომ ეს რეფორმა არ არის მოცემული ეს თქვა ქაღალდზე დასრულებული სახით და მე უბრალოდ განხორციელება არ არის დარჩენილი, ხო, ამ ეტაპზე არ ვართ მისული. რა უნდა მოხდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თქვენ რა მოლოდინი გაქვს სიტყვაზე, რა თქვა როგორ იქნებოდა ის პროცესი, რომ თქვათ რომ პროცესი სწორად მიიმართება, რასაც ქვია რეფორმის დასრულებულ სახამდე მისვლა. მე ვფიქრობდა დარწმუნებული რომ დაიწყება ინტენსიური კონსულტაციები და საუბრები, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ასევე სასკოლო დაწესებულებებთან. და მხოლოდ მაშინ უკვე ჩამოყალიბდება რეფორმის საბოლოო სახე. ეს ჯერაც იყო გამოცხადებული ბატონი პრემიერის მიერ, არის კონცეფცია განათლების უმაღლესი განათლების რეფორმის და დეტალებზე უკვე დაიწყება საუბარი ჭიდროთ გარკვეულ თემატურ ჯგუფებში. მე დარწმუნებულიო რომ ესეც იქნება
და უკვე შემდგომ უკვე ჩამოყალიბდება საბოლოო სახე რეფორმის და უკვე გვეწოდინება დეტალები ზუსტად რა მიმართულები და რას ვაკეთებთ. ეხლა სანამ ეთერი დაიწყებოდა, აი ნახე რაღაცა ინფორმაცია. ანუ გაარსებობს ესეთი მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია. ეს არ ვიცი ეს ეხლა შეიქმნა თუ მანამდეც არსებობდა, მაგრამ ვიღაცები რაღაც შეიკრიბდნენ ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და სტუდენტები. და ვეხმიანებით ამ კონცეფციას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს გამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა გამოვიარეთ. ამიტომ ეს შეცდომა აღარ უნდა დაუშვათ, მე ხა ეს მოკლე შინაარსს ვკითხულობ და რომ ეს წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგია კონსტიტუციასთან, არღოს აკადემიურ თავისუფლებას, უნივერსიტეტების ავტონომიურობას და ასე შემდეგ. და მოკლედ ყველა მიმართულებით ეს უკვე კონცეფციის დონეზეც კი არის გაკრიტიკებული. ანუ თქვენ თუ ხედავთ პლუსებზე უკვე ვილაპარაკეთ, ხო, თქვათ ის გამოწვევები, რაც აქვს განათლების სისტემას, რის მოგვარებად შეიძლება, მაგრამ თქვენ თუ ხედავთ რამე საფრთხეს, თქვათ, რა საფრთხე არსებობს იმისი, რომ ეს ყველაფერი ცუდად შემოტრიალდეს, ანუ უარესი მივიღოთ, ვიდრე დღეს გვაქვს. ნუ ახლა ადამიანმა ხო ჭიქა ნახევრად цаრიელია თუ ნახევრად სავსეა. ხო, თუ ახლა ყოველთვის გინდა ყველაფერში რაღაცა საფრთხე დაინახო, ამის სირთულე ნამდვილად არაა, ყველა შეუძლია რაღაცა საფრთხე დაინახოს, მაგრამ რატო ლაპარაკობთ საფრთხეებზე? მოდი ჯერ ვიფიქროთ, იქნება სასიკეთოდ შემოტრიალდეს რაღაცეები. არა, მით უმეტეს ზუსტად კარი თქვა გახსნილია და ლაპარაკია, რომ მოდი არც ეს ცნობილი დილემაა, ხო, ჭიქის ნახევრად სავსე და ნახევრად цаრიელი, მაგრამ ეხლა ლაპარაკობთ, რომ საერთოდ მოდი აი რაც ჭიქაში დარჩა წყალი პრობლემურია უკეთესად და გამოსაცვლელია. მოდი ვილაპარაკოთ, რომ აი ამ ჭიქაში როგორი წყალი ჩავასხათ. და რამდენი? საერთოდ რამდენი როგორ ანაირად, ოღონ ეს გადავწყვიტოთ ერთად. ანუ შემოთავაზება არის ღია პროცესის. პასუხად ვიღებთ უკვე ჩაკეტილ პოზიციას, რომ ეს იმთავითვე უკვე ცუდია და არ ღირს არაფერში ამაში შესვლა, მაგრამ მე მიჩნდება ხოლმე კითხვა, ხა შეიძლება პირდაპირ თქვენ არ იყოთ ამისად რიტორიკულად ვკითხულობ, ხო, ამის ადრესატი, რომ აი კარგი, აი დაუშვათ ეს არის ერთგვარი ბოიკოტირების გზა, ხო, გავყევით ამას, რომ აი ეს ყველაფერი არის გაკრიტიკებული, დაწერეს ახლა ეს ტექსტი გამოაცხეს, ან რაღაც ბრიფინგზე წაიკითხეს, მორიგი საინფორმაციო რაღაც სიახლე შექმნეს, აღშფოთით ხალხმა ემოცია გამოუშვა, ზოგი ჩემი ნაცნობიან ბავშვის ექიმია და რაღაც იმის ჭკუაზე გადავიდა, ეს ბევრი ემოცია გამოუშვა და მე ანუ ამას რა უნდა მოყვეს შემდეგ. აი, მაშინ ჩავარდა პროექტი და გამოვიდა ხვალ პრემიერი და თქვა რომ უი ნახეთ წინააღმდეგობა არის, აი ვიღაც ქალბატონს ეს არ მოიწონა და მოდი გავჩერდით. აი რო გავჩერდით მე რა ხდება? ანუ ესე იგი ის საკითხები, რაზეც ვთანხმდებით რომ ნამდვილად პრობლემურია, ამის გამოსწორებაზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ? ხო და მაგაშია საქმე, ანუ კრიტიკა არის ყველაზე მარტივი, ყველაზე მარტივია იძახო რომ ცუდია. მოდი თქვათ მაშინ რა არის ცუდი კონკრეტულად და რა უნდა გაკეთდეს რომ იყოს კარგი და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ანუ ვინც ეწინააღმდეგება აპრიორი გამოდიან წინააღმდეგება, ხო დეტალები ჯერ ხო არ ვიცით. აი კონცეფცია რას ეწინააღმდეგება, ჯერ არ ვიცით, რატო შეიძლება ილაპარაკო რომ ეხლავე ცუდია და რაღაცა საფრთხეები დაინახო რაღაცაში. ჯერ დაველოდოთ, რაზე შევჯერდებით, ვილს ვისაუბრებთ, ჩამოყალიბდებით, მერე შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ ესე არ ხდება, ჩვენთან კონსტრუქციული კრიტიკა როგორც წესი არ ისმის. გაქვთ თუ არა მოლოდინიან, ხედავთ თუ არა რომ ეს ერთი მიდგომა ვნახეთ ჩვენ პირდაპირ დაპირისპირების აპრიორი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ამას ოპტიმიზმით უყურებენ, შეიძლება არა გადაჭარბებულით, რომ ეხა ხვალ ეს დადგება რა ქვია. 64-ში ვიც გავიღვიძებთ, მაგრამ ოპტიმიზმით უყურებთ და მზად არიან რომ ჩაერთონ თანამშრომლობაში, დაიწყონ რაღაც კონკრეტიკაზე ლაპარაკი, თავისი პრაქტიკა თუ თავისი გამოცდილება გარკვეულწილად მოახმარონ, იმიტომ რომ ეს ხო საბოლოო ჯამში განზრახულობა მხოლოდ ერთია, რომ ქვეყნისთვის იყოს რაღაცა უკეთესი, ხო? უამრავი შეცდომა შეიძლება იყოს დაშვებული ან რაღაც არასწორად და ამიტომაც არის პირველ რიგში ფონი, რომ ყველას ხმა რა ვისაც რა იქნება სათქმელი ეს სწორად გავიგოთ. და თქვენ გეგულებათ თუ არა, ხედავთ თუ არა განწყობებით თქვენ დარგში, აი ესეთ დამოკიდებულებას და განწყობას, ვისაც უნდა რომ იქნებ დადგა რაღაც მომენტი, შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, რომ თუ რაც დაგროვდა პრობლემები ეს რაღაცნაირად იქნებ გადაიჭრეს, იქნებ მივაწვდინოთ ის ხმა მას, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ხედავთ თქვენ ამ განწყობას.
მე მგონი ეგ განწყობა არის, ხედავ მე ამ განწყობას და მე ახლა დაიწყება უკვე ინტენსიური კონსულტაციები და ნებისმიერი მტკივნეული საკითხის გაჟღერება შეიძლება უკვე და ამიტომ შესაბამისად მე ჩამოყალიბდება უკვე დეტალები ამ რეფორმის. ამიტომ მე მგონია რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. სამუშაო პროცესი იწყება ეხლა ფაქტიურად. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო ბატონო ირაკლი თქვენი სტუმრობა, ეს დიდი მადლობა. დისკუსია. მე ვფიქრობ და მე ძალიან მოხარული ვიქნები რომ თუ ჩვენ და კიდე ბევრ სხვა სტუმარს აი ამ საკითხზე მოგვიწევს ხშირად ლაპარაკი და ბევრი ისეთი ასპექტის გაშუქება რაც შეიძლება ამ რეფორმის გარშემო გაჩნდეს სალაპარაკო წინადადებები, ესე კი არ ჯობია, ესე ჯობია, ანუ როგორ დავხვეწოთ ის ნაკეთობა, რასაც ვაკეთებთ და არა ის როგორ დავამტრიოთ და გავაფუჭოთ, იმიტომ რომ ალბათ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოც და მომავალისთვის აუცილებელი თემა ჩვენ ქვეყანაში ალბათ არც არსებობს. თავარი არის ბაზისი, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური აღმავლობა, იყოს რაღაცა მშვიდობის ვითარება, შენარჩუნებული იმისათვის, რომ სამომავლოდ გაგრძელდეს მსგავს მომავალზე ორიენტირებულ სფეროზე ლაპარაკი, ხო და რაც უფრო როგორც იმ ცნობილი ინტერნეტ მემშია, ყველა მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ბავშვი რო ამბობს. დაახლოებით ესეთ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ნახოთ. მე პირიქით მოხარული ვიქნები, რაც უფრო მეტ გადაცემას მიუძღვნით ესეთ თემატიკას. თქვენ კი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ დავბრუნდებით ეთერში ხუთშაბათს გემშვიდობებით.